დღეს მინდა ახალი ქართული სტარტაპი გაგაცნოთ, რომელიც ქართულ ბაზარზე დაახლოებით 2 თვის წინ გამოჩნდა და თან მოიყოლა თავისი ხელწერა სახლის აქსესუარების მიმართულებით. საუბარია ბრენდ მოჩუ ქურთმებულზე, რომელიც მოჩითულზე, რომელიც მაგიდის სუფრების მრავალფეროვან სპექტრს აერთიანებს და მომხმარებელს მუდმივად საინტერესო სიახლეებით ანებიურებს. როგორ ვითარდება სტარტაპი და რა შედეგებს აერთიანებს დღეს მოჩითულის პორტფელი, თემაზე ვრცლად და დეტალურად მის დამფუძნებელთან ანანო ობლიაძესთან ერთად განვაგრძობთ საუბარს და მოვიკითხავთ ასე ვთქვათ კომპანიის ოპერირების შედეგებს. ანანო, ძალიან დიდი მადლობა თქვენი დროისთვის, სტუმრობისთვის და საინტერესო ამბებით ჩვენთან გაერთიანებისთვის. პირველ რიგში მინდა რომ დავიწყოთ იდეით, იმიტომ რომ არც თუ ისე დიდი ხანია რაც სტარტაპი ოპერირებს, დაახლოებით 2 თვის წინ როგორც უკვე აღვნიშნეთ, თუ სწორია, დაიწყო ბრენდმა ოპერირება და ასე ვთქვათ რა გახდა ამის საფუძველი, რა საჭიროება დაინახეთ ბაზარზე, რომ თქვენი მხრივ აი ამ მიმართულებაზე ასე გეპასუხათ და შეგექმნათ მრავალფეროვანი ასორტიმენტი, რომელზეც თავის მხრივ ცალკე ვისაუბრებთ აუცილებლად. მოგესალმებით. პირველ რიგში მადლობას გიხდით, რომ მომიწვიეთ და ჩვენი ბრენდი შეიქმნა ერთი ადამიანის გასახარებლად და შემდეგ უკვე მეორე ადამიანის გული გაახარა ბაზარზე. მხოლოდ მას შემდეგ შევნიშნეთ, რომ მოთხოვნა იყო, რაც ჩვენი პირველი პოსტი გამოვაქვეყნეთ. ნამდვილად 2 თვეა რაც ვარსებობთ. 10 მარტს ჩამოყალიბდით ასე აქტიურად გამოვედით ბაზარზე და დაინტერესებიდან გამომდინარე, სურვილიდან და ადამიანების დიდი სიყვარულიდან გამომდინარე შევქმნით და გავაგრძელეთ მოღვაწეობა. თორე სიმართლე გითხრათ, ესე ჩანაფიქრი როგორც სტარტაპი არ ყოფილა. საკმაოდ დიდ კონკურენციაში შეხვედით, გამომდინარე იქიდან, რომ ნელ-ნელა ჩნდებიან ადგილობრივ ბაზარზე მწარმოებლებიც, იმპორტიორებიც, რომლებიც სხვადასხვა მრავალფეროვან ფართო სპექტრს აერთიანებენ და შეთავაზებებით ანებიურებენ მომხმარებელს. აი, რა არის თქვენი ნიშა, თქვენი ხელწერა, რითაც აი ამ კონკურენციაში შემოხვედით და ცდილობთ, რომ მოიპოვოთ კონკურენტული უპირატესობა? კი, ბაზარი ნამდვილად ძალიან დიდია, ძალიან ბევრი კონკურენტი ყავს. ჩვენ გვინდა რომ გვქონდეს ქართული ხაზი. სახელიდან გამომდინარეც მოჩითული ნიშნავს ლამაზად დაჭრელებულს, აქედან გამომდინარე შევარჩიეთ ეს სახელი. გვინდა რომ სამომავლოდაც ჩვენი ხაზი გაგრძელდეს, რომ ეს ნამდვილად ქართულია, გვაქვს ქართული პრინტი, რომელიც იმედია მალე დაგვემატება. ეს არის ძირითადად ჩვენი ნიშა. უკვე ხო ეს პრინტი ახსენეთ და ამაზე ბოდიში კიდევ რაც შეეხება კონკურენტულ ბაზარს, კი ნამდვილად დიდია და ჩვენი ერთ-ერთი ასე ვთქვათ კონკურენტი არის ერთი გოგონა ანა აბაშიძე, რომელსაც აქ მინდა რომ მადლობა გადაუხადო, ესე სახალხოდ და საქვეყნოდ, იმიტომ რომ ძალიან ასე ვთქვათ, ხარს გვიჭერს, გვასაპორტებს, ძალიან ბევრ კარგ რჩევას და რეკომენდაციას გვაძლევს და ეს არის ჯანსაღი კონკურენცია და იმედი გვაქვს ჯანსაღი კონკურენციის პირობებში მოგვიწევს ბაზარზე ყოფნა. კი ბატონო, ანანო, ახსენეთ რომ ჩვენი პრინტის დამატებაც გვინდა. ეხლა ეს არის როგორც ვიცით, იმპორტირებული მასალა ტექსტილის სახით, რომელსაც თქვენ უკვე ამუშავებთ და შესაბამის ფორმას აძლევთ სურვილის და მიხედვით. აი, ჯერ ეს მიმართულება ჩავშალოთ, ასე ვთქვათ, რამდენად მრავალფეროვანი არჩევანია ზომების, ფორმის, ინდივიდუალურადაც თუ ემსახურებით კლიენტებს შეკვეთების თვალსაზრისით და საიდან არის ეს ყველაფერი, რა ხარისხზე არის საუბარი, რა მასალაზე, რომელი ქვეყნის პირველ რიგში მინდა ვთქვა, რომ ეს არის ორგანული ქსოვილი, ეს არის ტილო, ნამდვილი გასანთლული ტილო. გასანთლული ნიშნავს, რომ არის სპეციალურად დამუშავებული ქსოვილი, არ იტოვებს ლაქებს და არის 70%-ით წყალგაუმტარი. აქედან გამომდინარე არის, რომ არ ლაქავდება. ძალიან დიდი არჩევანი აქვს ქსოვილების. ვკერავთ ნებისმიერ ზომას. გვაქვს ინდივიდუალური შეკვეთები, მაგალითად ბოლოს 7 მეტრიანი სუფრა შევკერეთ, რომელიც არის რაღაც სირთულეებთან დაკავშირებული, მაგრამ ვუმკლავდებით ჯერჯერობით. ნებისმიერ მოთხოვნას საკმაყოფილებთ, კი, ნებისმიერ მოთხოვნას საკმაყოფილებთ რაოდენობაში და ზომაში. რა თქმა უნდა, ცოტა შეზღუდული ვართ ქსოვილებში, მაგრამ გვაქვს დიდი არჩევანი ასე თუ ისე ფერებში, დიზაინში.
და ეს არის ყველაფერი ორგანული, ხო, როგორც უკვე აღნიშნეთ, აი ამ ნიშას იჭერთ, რომ რაღაცა აი ამ ტიპის პროდუქტს თავაზობს თქვენს ორგანული ქსოვილი და შეფუთვაც, ანუ მხოლოდ ვიყენებთ ეკომეგობრულ შეფუთვას, იქიდან გამომდინარე, რომ ვცდილობთ ცოტა-ცოტა ეკოლოგიაზეც ვიზრუნოთ. გარემოზე ზრუნვა ნელ-ნელა ხდება უკვე კომპანიების სოციალური პასუხისმგებლობის განუყოფელი ნაწილი და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საწყისი ეტაპიდანვე ბრენდი ამ ღირებულებას ერთგულებს. ანანო, არა მხოლოდ სუფრები, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენთან დღეს მხოლოდ სუფრები არის წარმოდგენილი და ხედავს მაყურებელი, ხო, როგორი მდიდარი ფერთა პალიტრა ამ ყველაფერზე დატანილი, ამის მიღმა გაქვთ სხვადასხვა პროდუქტები, რომელიც უკვე ერთიანდება თქვენს პორტფელში. ესენიც გავაცნოთ ჩვენს მაყურებელს, რა მიმართულებით მუშაობთ დღეს აქტიურად. ჩვენ გვაქვს ეგრეთ წოდებული რანერები, მაგიდის ბილიკები, სხვათა შორის ახლა დაგვემატა ახალი დიზაინი, რომელიც არის ორ ფერში, ანუ ორმაგი არის. გვაქვს გობელენის რანერები, ასევე ვკეროთ ხელსახოცებს, ჩაის სტილოებს, წინსაფრებს, მოკლედ სამზარეულოს ტექსტილი, რაც არის, გვაქვს ყველაფერი, ძალიან დიდი არჩევანი. და ეს ყველაფერი როგორ რეალიზდება, რა ხერხით მიდის საბოლოოდ მომხმარებლამდე? ამ ეტაპზე ვყიდით სოციალური ქსელით ონლაინ, მაგრამ გავდივართ ხშირად გამოფენებზე, სადაც შეგიძლიათ რომ ახლოდან ნახოს მომხმარებელმა ჩვენი პროდუქტი, ესე ხელით შეეხოთ, ყოველთვის ურჩევნიათ ხოლმე და მე მესმის. ამიტომ ვიღებთ გამოფენებში მონაწილეობას, რომ გქონდეს იმის საშუალება, რომ ვეკონტაქტოთ ესე ჩვენს მომხმარებელს. და როგორი მოთხოვნა იკვეთება? მესმის, რომ ორი თვე არ არის ის პერიოდი, როცა სრული სურათის დანახვა შეგიძლია, მაგრამ ყოველ შემთხვევაში რა აჩვენა აი ამ პერიოდმა, რა დინამიკა წამოვიდა, რა ინტერესის თვალსაზრისით? იქიდან გამომდინარე, რომ ჯერ მხოლოდ ორი თვე არის ბაზარზე ვართ და არც ისე დიდ აუდიტორიაზე შევძელით გასვლა, შემიძლია ვთქვა, რომ კარგი რეზულტატი აქვს. იმედი გვაქვს, რომ გააფართოვდება ჩვენი აუდიტორია და ეს ჩვენ გახსნას როგორც დახლი, როგორც მაღაზია ან რაიმე სივრცე კარგი იქნება თუ ძალიან მალე დაგვემატება. გეგმავთ არის ეს უახლოს პერსპექტივაში? კი, ვაპირებთ. ამ ტემპით თუ გავაგრძელეთ წინსვლა, რა ტემპიც ახლა გვაქვს, აუცილებლად მომავალ 3 თვეში აუცილებლად გავიხსნებით. რა საწყის ინვესტიცია იყო საჭირო აი ამ ყველაფრის სრულყოფაში მოსაყვანად? მხოლოდ 84 ლარით დავიწყეთ ეს ყველაფერი. ხო, ცოტა ისე დაუჯერებლად, ან სასაცილოდ, ან არ ვიცი, ცოტა ისე ჟღერს ხოლმე. უცნაურად, მაგრამ კი პირველი სუფრა რო შევკერეთ ეს 84 ლარის ინვესტიცია იყო მხოლოდ, მაგრამ მე რა თქმა უნდა დაგვჭირდა იქ რეკლამა, მარკეტინგული ხარჯები, მუშაობთ აქტიურად მაგ მიმართულებით, მარკეტინგით. კი, ვცდილობთ. ძალგონეს არ ვიშურებთ ყოველ შემთხვევაში. და რამდენი ადამიანია ახლა ამ პროცესში ჩართული? და მათ შორის, როდესაც საუბრობთ, რომ ჩვენი დიზაინით უკვე გეგმავთ პრინტის შექმნას, ამ მხრივ ეს იქნება უშუალოდ თქვენი დიზაინით შექმნილი თუ სპეციალურად გეყოლებათ სპეციალისტები ამ მიმართულებითაც, რომელსაც დაიქირავებთ თუ არ ვიცი, შტატში აიყვანთ? ჯერჯერობით გვინდა რომ ეს იყოს ჩვენი პერსონალურად, ვინც ვართ ამ საქმეში. სიმართლე გითხრათ, ყველა ჩემს გარშემო, ჩემი მეგობრები, ოჯახის წევრები, ყველა არის თავის მხრივ ჩართული. ყველა აკეთებს ამ ბრენდისთვის რაღაცას და ძალიან ემოციური არის ჩემთვის, იმიტომ რომ ძალიან მნიშვნელოვანი არის იმ ადამიანების მხარდაჭერა. პოზიციონირებს ამ ეტაპზე, ხო? ძალიან მნიშვნელოვანია იმ ადამიანების მხარდაჭერა, რომელიც ესე გვერდში მყავს. აი, ჩემი მეგობარი ხატავს მაგალითად იმას, რასაც ვთხოვ, იმ დიზაინით, იმ იდეით, რაც მჭირდება და რაც მინდა რომ დაუპრინტო, გვიწყობს ამ დიზაინს, ისე რომ დაუბეჭდოთ შემდეგ. ჩემი ოჯახის წევრი გვეხმარება ამების კერვაში, მოძიებაში, ქსოვილების შეძენაში, შესყიდვაში და მოკლედ ამ ბევრი ადამიანი, მამა ჩემი ხანდახან კურიერიც არის ხოლმე საჭიროების შემთხვევაში და ყველა ერთობლივი ძალებით მოკლედ ამუშავებთ ამ ბრენდს. აი ახსენეთ რომ ასე ვთქვათ გიწევთ გამომდინარე იქიდან რომ იმპორტირებულია პროდუქტი, გადაზიდვა, ასე ვთქვათ
აი ამ ლოჯისტიკურ ჯაჭვთან შეხება, რომელიც საკმაოდ დიდ გამოწვევებთან ასოცირდება ხოლმე ხარჯებიდან დაწყებული დროის თვალსაზრისით არის არაერთი დაბრკოლება, რომელიც ამ შემთხვევაში ხდებათ ხოლმე და ეღობებიან ადგილობრივი კომპანიები. თქვენ შემთხვევაში ასე ვთქვათ, რა არის ის მთავარი სირთულეები, რასაც აწყდებით აი ამ 2 თვის განმავლობაში, როდესაც უკვე სტარტი აიღო ბიზნესის? ხო, აი ყველაზე რთული რაც არის ხოლმე, ეს არის ნაჭრების ჩვენამდე მოსვლა. აი ყველაზე ძიმე ეგ არის, რომ ზოგჯერ გვიგვიანდება რაღაცა გაჩერებული არის ხოლმე და ვერ ხერხდება ჩვენამდე მოსვლა და ყველაზე რთული მაინც ეგ მომენტია, თორე სხვა მხრივ შესყიდვავისგანაც მომწოდებლისგან ეს შედარებით მარტივი პროცესია. სტაბილური პარტნიორი ყავთ? კი, ყავს 2 პარტნიორი, რომელთანაც თანამშრომლობთ და გვიგზავნიან ხოლმე ნაჭრებს, მაგრამ აი ეს გზის პერიოდი ძალიან იწელება და ხარჯები ხომ არ გაიზარდა გამომდინარე, იმიტომ რომ ეს მიმართულებაც турბულენტურია, ფასები ზოგჯერ ძალიან მაღალ ნიშნულზე ადის, შემდეგ ისე სტაბილურდება და ასე შემდეგ. ჯერჯერობით ჩემთვის დიდი ცვლილება არ შეინიშნება იმ 2 თვის მანძილზე, ხო, ვერ ვგრძნობ ესე ფასების მერყეობას. და ინარჩუნებთ სტაბილურ ღირებულებას. რა საფასო კატეგორიაშია დღეს თქვენი პროდუქცია წარმოდგენილი? ამდენად ხელმისაწვდომი არის ის ქართული ბაზრისთვის? კი, მოდი 35 ლარიდან იწყება ჩვენი სუფრების ღირებულება და ვფიქრობ, რომ ეს არის ძალიან ლოგიკური და ესეთი კარგი შეთავაზება საქართველოს ბაზარზე ამ მიმართულებით. იმიტომ რომ ხო, არის მართლა კარგი ქსოვილი არის. მე თვითონ ვიყენებ ამას და ძალიან დიდ რეკომენდაციას ვუწევ. როგორც მომხმარებელი და არა როგორც ბრენდის წარმომადგენელი. კი, ბატონო. რა არის უახლოესი პერიოდის გეგმა, ის ნაბიჯები, რაც უნდა გადადგათ სამომავლო განვითარებისთვის? როგორც უკვე აღვნიშნე, თუ ამ ტემპით გავაგრძელეთ წინსვლა და მოძრაობა, გვინდა რომ გავხსნათ პატარა სივრცე, სადაც მომხმარებელი უშუალოდ შეძლებს ჩვენთან კომუნიკაციას, იმიტომ რომ ძალიან მნიშვნელოვანი არის ეს ყველაფერი, უნდათ რომ მოვიდნენ, ნახონ, ესე ხელით შეეხონ რა არის, რას ხიდულობენ, იცოდნენ. თავი ინტერესი არის. კი, რა თქმა უნდა. და რაღაცნაირად ამ უკავშირსაც უპასუხებთ აუცილებლად. ახალი პროდუქციის დამატებას ხომ არ უნდა ველოდოთ? იცით, ჯერ რომ მხოლოდ სამზარეულოს ტექსტილი შემოვიფარგლებით და გვინდა რომ ეს ახალი პრინტი შემოგთავაზოთ ჩვენს მომხმარებლებს და არ ვიცი, სამომავლოდ იმედია რომ გავიზრდებით. რა თქმა უნდა გავიზარდოთ. წარმატებას გისურვებთ თქვენს ყველა იმ გეგმაში, რაც გაქვთ ჩაფიქრებული, მათი დათქმულ ვადაში განხორციელება და იმ შედეგებზე გასვლა, რომელიც გაქვთ დასახული, დარწმუნებული ვარ, ეს არ შემოიფარგლება მხოლოდ ქართული ბაზრითაც და ნელ-ნელა ვნახავთ ბრენდის საერთაშორისო ბაზრებზე ექსპანსიასაც. პრინციპში სტარტი ძალიან კარგია და ნამდვილად. იარეთ ასე წარმატებით. მადლობა. მადლობა რომ მომიწვევთ. მადლობა თქვენ ანანა ობლიძე კანდელაკი მოჩითულის დამფუძნებელი იყო ჩვენი სტუმარი.